მოგესალმებით, ბათუმელები იმყოფება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მინდა დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გესაუბროთ. თქვენ იცით, რომ ქართული ოცნების პარლამენტი აპირებდა საკონსტიტუციო ცვლილებას საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აღარ ექნებათ ხმის მიცემის უფლება უცხოეთში. ეს საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაამტკიცა ქართული ოცნების პარლამენტმა და აქედან გამომდინარე დღეიდან უკვე ფაქტობრივად ემიგრაციაში მყოფ 1,5 მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ბიზინა ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ და მისმა ხელისუფლებამ ხმის უფლება წაართვა. ანუ 1,5 მილიონი ადამიანს და თვითონ ამბობენ ამ სტატისტიკას, რომ 1,5 მილიონი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს ევროპის, ამერიკის ქვეყნებში და ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა კონტინენტზე. და აი ამ მოქალაქეებს უთხრა ქართული ოცნების ხელისუფლებამ, რომ თქვენ არ გაგიხსნით უცხოეთში უბნებს და თქვენ ვერ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და აღარ გექნებათ შესაძლებლობა, რომ თქვენთვის ასურველი პოლიტიკური ძალები აირჩიოთ და მოიყვანოთ ხელისუფლებაში. აი ეს გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა და თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი კრიტიკა მოყვა აი ამ ინიციატივას თავის დროზე, ძალიან ბევრმა ემიგრანტმა გამოხატა თავისი კრიტიკული პოზიცია და ისინი მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის ანტიკონსტიტუციური, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველა მოქალაქეს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და იმის უფლება, რომ აირჩიოს ქვეყანაში ის პოლიტიკური სისტემა, ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ და უცხადებს ნდობას. ეს ფაქტობრივად კონსტიტუციური უფლებები წაართვა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამ ქვეყნის მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს, რომლებიც ძიმე შრომაში არიან უცხოეთში და მათი შრომით ინახავენ ამ ქვეყანაში ოჯახებს და მათ შორის მათი შრომით გამომუშავებული ფულადი გადმორიცხვები მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკაში და ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ ემიგრანტების შრომას და მათ ძალისხმევას მიუხედავად იმისა, რომ ყველა აღიარებს ამ ქვეყანაში, სწორედ აი ამ შრომელ ადამიანებს, ამ ქვეყნის უდიდეს ნაწილს, ფაქტობრივად ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს ქართულმა ოცნებამ უთხრა, რომ მათ აღარ აქვთ ხმის მიცემის უფლება, ხმაწართმეული მოქალაქეები არიან და ირონიულია მათი დამოკიდებულება, ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება, რადგან ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ძალიან ბევრი ალბათ ცხოვრობს არალეგალურად და ბუნებრივია მათი ჩამოსვლა, წასვლა ქვეყანაში ბევრ სუბსულესთან არის ხო დაკავშირებული. ეუბნებიან, რომ აი არჩევნებში მონაწილეობა თუ გინდა, უნდა ჩამოხვიდე არჩევნების დღეს და მისცე ხმა. რაც ბუნებრივია, თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ტექნიკურად ვერ იქნება ეს საკითხი, ხო, რომ გადავხედოთ ერთ დღეს ჩამოვიდეს 1,5 მილიონი ადამიანი, ამას ვერ გაწუდება ვერც ლოჯისტიკურად ვერავინ, ვერც ავიაკომპანიები და ასე შემდეგ. და ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ემიგრანტს წაართვა მისი კონსტიტუციური უფლება, რომ მიიღოს ამ ქვეყნის განვითარებაში და ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში რაიმე ფორმით მონაწილეობა. ნახოთ, როგორი იქნება ამაზე ამის შემდეგ ემიგრანტების რეაქცია. ისინი მაგალითად ბათუმელებთან საუბარში და ასევე სხვა ეთერებშიც აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას, რომ ისინი არ დატოვებენ ამ საკითხს ასე და მათი რეაქციები, მათი შემდგომი ნაბიჯები იქნება ამ გადაწყვეტილების შესაბამისი, ადეკვატური და ნახოთ, როგორი რეაქციები ექნებათ მათ ამასთან დაკავშირებით. ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აპირებს ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენი თეთრით გაიზრდება ელექტროენერგიის გადასახადი. ითქვა, რომ ამაზე სემეკმა უნდა იმსჯელოს. თუმცა ფაქტია, რომ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში ყოფი მოსახლეობის ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდება. რადგანაც იცით, რომ
საკვებ პროდუქტებზე ფასები თითქმის ყოველდღიურად იზრდება. უმუშევრობა მატულობს ქვეყანაში, ემიგრაციაც მატულობს აქედან ამ ფაქტორებიდან გამომდინარე და აი ამ ძიმე ეკონომიკური მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოსახლეობას ეუბნებიან, რომ აი ამ ზამთრის დასაწყისში რა დაიწყო უკვე ზამთარი, გაუძვირებენ ელექტროენერგიას და კიდევ უფრო გაორთულებენ ცხოვრებას. სამსახურები, ანუ უმუშევრობა ქვეყანაში მაღალია, გადასახადები მაღალია, პროდუქტების ფასები მაღალია, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე და იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ერთი წელია მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი აპროტესტებს ქართული ოცნების პოლიტიკას, ქუჩაში მართავს ვლელობებს, აქციებს და ხმამაღლა საუბრობს იმ კრიზისებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც უზღუდავს ამ ქვეყნის მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას და უკვე ძალიან ბევრი კანონის მეშვეობით ქართული მოოცნებამ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლებები შეუზღუდა, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი უფლება. აი ამ ფონზე საქართველოს მოსახლეობის გადასახადებით შევსებული ქვეყნის და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტი იხარჯება მაგალითად კონცერტებზე, იმ კონცერტებზე, რომელთა ავტორები არიან მაგალითად ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები და არ არის შესაძლოა გათვალისწინებული ამ ქვეყნის მოქალაქეების აზრი, მაგალითად როგორი კონცერტი უნდათ კი საერთოდ კონცერტი, სადაც 400,000 ლარი, ანუ თითქმის 9 მილიონი ლარი დაიხარჯება აი ამ ევროპის მოედანზე დაგეგმილ საახალწლო კონცერტში. კითხა კი ვინმე ამ ქალაქის მაცხოვრებლებს და ამ ქვეყნის მოსახლეობას, რომ ქვეყანაში სადაც ასე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს, არიან ადამიანები ნაცემი, რა ვიცი, დევნილი საკუთარი შეხედულებების გამო და ყოველ დღე მაგალითად ადამიანებს ემუქრებიან დაჭერით და პატიმრობით მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება შეიკრიბნონ, თუნდაც ასე, აი როგორც ხედავთ ჩვენს ეთერში, ადამიანებს გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, თუნდაც ჰქონდეთ პროტესტი რაღაც საკითხზე, ხო? აი ამ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვით არის დაკავებული ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის გადასახადებით შევსებულ ბიუჯეტს სწორედ ხალხის და მოქალაქეობის თანამონაწილეობის გარეშე ხარჯავს. და დღეს გახდა ცნობილი, რომ სწორედ 9 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებენ საახალწლო კონცერტში, მაშინ როცა ამ ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ, არაერთი სტატისტიკური მონაცემები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კვლევები აჩვენებს და საუბრობს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ სახლებშიც და მათ შორის სკოლებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ წმუნებდა ამ წლების განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობას, რომ ეკონომიკა იზრდება, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკასაც გადაუსწარით თურმე თითქოს, სასკოლო კვებისთვის ბიუჯეტში თანხები მაინც არ აღმოჩნდა. ოცნების ხელისუფლება არ აპირებს, რომ დააფინანსოს სკოლებში ბავშვების კვება, არ აპირებს, რომ გააუმჯობესოს ამ ქვეყანაში მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა და იცით, რომ ის სოციალური დასაქმების პროგრამაც კი უქმდება, რომლითაც დაასაქმეს წინასაარჩევნოდ ადამიანები და გამოიყენეს ეს ბერკეტი, როგორც ადამიანების ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ბერკეტი. ახლა აი ეს მიზერული, ეგრეთ წოდებული დასაქმების ადგილებიც აღარ ექნებათ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. თუმცა იმ აქტივობებისთვის, რომელიც მომდინარეობს ქართული ოცნების ხელისუფლებიდან, რაც მათი ინიციატივა და რასაც თვითონ აკეთებენ, აი ამ ტიპის ღონისძიებებში იხარჯება ქვეყნის მოსახლეობის ბიუჯეტი. მინდა რომ ამ ინიციატივებთან დაკავშირებით აქ მყოფ ადამიანებსაც გავესაუბრო, ბათუმელებს, რომლებიც დღესაც არიან შეკრებილი და გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს და მოსაზრებებს, მათ შორის კრიტიკულ მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და თუნდაც იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტის, აი ასე ხარჯვას მოქალაქეების თანამონაწილეობის გარეშე. პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით
თემურ გორგაძეს მინდა ვესაუბრო, მოგესალმებით ბატონო თემურ. ჩვენ ჩართვებში ხშირად საუბრობთ, მესმის აბსოლუტურად თქვენი განწყობა. მაგრამ დღეს გავიგეთ უკვე, რომ ქართული ოცნების პარლამენტმა დაამტკიცა, ძალაში შევიდა ის გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებითაც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, 1,5 მილიონი ადამიანზეა საუბარი, ემიგრანტზე, რომლებსაც უთხრეს, რომ თქვენ აღარ გექნებათ ხმის მიცემის უფლება, რომ თქვენ ფაქტობრივად აღარ ხართ საქართველოს მოქალაქეები, ამას ნიშნავს და რა არის ეს, რა თქვა ამით ივანიშვილის პარტიამ და ოცნების ხელისუფლებამ? ძირითადად ოცნების საქციელებზე რო ისაო, მე მაქვს ერთი მეთოდი, რომ ძირითადად ვუყურებ ხოლმე რუსები რას იფიქრებენ ამ კონკრეტულ საკითხზე, იმიტომ რომ ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ რასაც ახლა ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება აკეთებს სადღაც 2020-ის მერე არაფერი არ არის ეგ რაღაცა ქართული ოცნების სასარგებლოდაც კი გათვლი, უამრავი ქმედებები ვიცი ჩვენ ონომიც რაღაცა რო დაფიქრდები, რატო გააკეთეს, მათ ხო აზიანებდა, გიჩნდება კითხვა. მაშინ ეს ერთ-ერთი ეგეთი არის, ეგეც რატო? ძალიან ცოტა ამომრჩეველი სადღაც რაც თურქულად მახსოვს, ციფრი 30,000-მდეა, რაც მონაწილეობას ღებულობს საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, ცუდია ძალიან, მაგრამ სამწუხაროდ და რეალურად ზოგად შედეგებზე 30,000 ხმის გაყალბება შეუძლიათ რაღაცა ერთი კალმის მოქმედებით ქართულ ოცნებას და არ მგონია რომ რაღაცა ეგ ხმები მნიშვნელოვანია და ამას იმიტომ აკეთებენ. ფაქტია რომ უცხოეთში მიცემულ ხმებს მაინც ვერ აყალბებდნენ, ხო? საბოლოო ჯამში კი მაგის თქმა მინდოდა რომ ბოლო 2024 წლის შედეგები რაც მახსოვს, მეგონი ჩვენ კოალიცია 4 ნომერი 29% ქონდა და პირველ ადგილზე ვიყავით, სადღაც 20 ქონდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მესამეზე იყო თუ სწორად მახსოვს ოცნება სადღაც 13-14%. საბოლოო ჯამში რეალურად თუ შეხედავ საქართველოს, აი ეგ ის ხმებია, რაც უნდა წესით აიღოს ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ სადაც ეგრეთ წოდებული მოსყიდვა, პარტიული ადმინისტრაციული რესურსი, დასვენება სუსი, ეს არ მუშაობს, აი ეგ ხალხია, ვინც ხმას აძლევს და უნდა ვაღიაროთ, რომ ეგ ხალხიც არსებობს, მაგრამ სხვა შემთხვევაში 13%-ზე, მაქსიმუმ 20%-ზე მეტი ამ ქვეყანაში ქართულ ოცნებას რეალურად ხმას არ მისცემს, თუ ჩვენ რეალურად გვექნება არჩევნები და ამ ადამიანებს არ შეეშინდება. ანუ ეხლა რომ გავიდეთ მენდაში ქუჩაში და ჩუმი გამოკითხვა ჩავატაროთ 20 ადამიანიდან, ალბათ 3 თუ გვეტყვის რომ ოცნება მოსწონს, თუ არ შეეშინდება. და უბრალოდ სურათი ჩანდა ცუდად, ანუ ხო, მაგრამ მე მგონი რუსეთსაც კი არ გაუკეთებია ეს, ხო? იმიგრანტებს აქვთ ხმის მიცემის უფლება. კი, მათ შორის ანუ რუსეთზე უარესი ნაბიჯები გადადგეს. რაღაც პერიოდის წინ დაუგუგლე ეგ და მაინტერესა. ჩინეთს აქვს, რუსეთს აქვს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება, ოღონდ ძალიან შეზღუდულია, მხოლოდ საელჩოებში ხსნიან უბნებს და შემთხვევაში კანონის დონეზე არ არის, ანუ ტექნიკურად აქვს შეზღუდული, ბელარუსსაც ეგრე აქვს. ну მოკლედ ეხლა ზუზებირად არ მახსოვს, მაგრამ აი რაღაც დაახლოებით ძირითადად ტოტალიტარული ქვეყნები აქვს, ბელარუსი, რუსეთი, ირანი და რაღაცა მაგ ტიპის ქვეყნებია, რომლებსაც კანონის დონეზე არ უწერიათ. მე თურქმენეთი იყო თუ სწორად მახსოვს. რა გავლენას მოახდენს მაინც ეს ფაქტორი, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე ვსაუბრობთ, ხო? ვამბობთ, რომ რაღაც 4 მილიონამდეა საქართველოს მოსახლეობა და აქედან 1,5 მილიონი არის ემიგრაციაში და ეუბნები, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელიც ეკონომიკაშიც მონაწილეობს, ხო, ფაქტობრივად მათი ფულადი გადმორიცხვები ამყარებს ლარს, ასე რომ ვთქვა და ამ ადამიანებს ეუბნები, რომ არავინ არ ხარ ამ ქვეყნისთვის, ანუ რას ეუბნებიან ეს და რას ნიშნავს, დიახ. აი, ყველაც ვინც ახლა ემიგრაციაში არის, ზირთად ესენი არიან დასავლურ ცივილურ ქვეყნებში. დიახ. განათლების რეფორმას შეხედავთ თუ მაგ ტიპის რეფორმას, რეალური მიზანი არის ის, რომ დასავლურ ცივილურ ქვეყნებში მყოფი ქართველები და ქართველების გულშემატკივარი ადამიანებთან ჩაჭრან კონტაქტი ისე, რომ აი მაგალითად საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველს რადგან ხმის მიცემის უფლება აღარ ექნება, საერთოდ არ აინტერესებდეს საქართველოში რა ხდება. ანუ ყველა ქმედება ის, რასაც რუსები აკეთებენ, არის ის, რომ რამენაირად კავშირები მენტალური, ადამიანური, სულიერი, რაღაცა, რა ვიცი მე, სამშობლოური თუ რა ტიპისაც გინდა დაარქვი, ინტერესი, კავშირი, რაღაცა სენტიმენტი საქართველოს მიმართ გაწყდეს. აი ეგ არის ჯამში. ანუ ის რომ თუ ადამიანი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ხმას აძლევს საზღვარგარეთ,
მოგწმოვან უნდა თუ არ უნდა ინტერესდება ვინ. ხო, მაგრამ გამოდის რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა და ანუ გამოდის რომ ანტისახელმწიფოებრივი კანონი მიიღეს. გააცნია სახელმწიფო ვისაც ეძახი ანტიქართული, ოღონდ არა ანტირუსული. ანუ ესენი რუსები არიან. პრორუსული და ანტიქართული, ასე გამოდის მაშინ. ამ დაშვებით უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ ყოველთვის. რუსები აკეთებენ იმას, რაც მათთვის ყოველთვის არის საჭირო. მათ შორის ქართულ ოცნებასაც ხმების თვალსაზრისით მაგით დავიწყო მაგის ახსნა რომ არაფრის შედეგი ეგ არ მოვხდეს, ანუ 30000 ხმა არის ჯამში და რა მაგის გაყალბება მარტივია ყველგან. მათ შორის რა ვიცი, ადეგება და ბოლო-ბოლო იტყვის რომ რა ვიცი, აი ამდენია და ცხადია, მაგრამ ფაქტია რომ უცხოეთში რთულია მათთვის გაყალბებას ეხება. არასებული სოფლები დაარეგისტრირეს და 30000 ხმები იქიდან წამოვიდეს. რა არის ეგ პრობლემა? უბრალოდ ანუ გრძელვადიანი გათვლა, რომ საზღვარ გარეთ ცივილურ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ჩაუჭრან სამსონიოს მიმართ სენტიმენტი და არანაირი კავშირი არ დაუტოვონ მათ შორის, აი თუნდაც აი უვიზოს გაუქმებაზეც რო არის საუბარი და ეს ეგ ყველაფერი გათვლილი არის, მათ შორის განათლების სისტემაც მაგიტო, ანუ ვცდილობენ რომ მაქსიმალურად დასავლეთისგან იზოლაციისკენ არის გათვლილი. ოღონდ აქ საინტერესო ფაქტორი არის ერთი, რომ ჯერჯერობით რუსები მაქსიმალურად ვცდილობენ რომ ეს შუალედი ისე დაიჭირონ, რომ ჩვენ არ მოვხდეთ ფინანსურ იზოლაციაში, იმიტომ როგორც შავი ხვრელი რუსეთს ჯერჯერობით ვაწყობთ, რომ ცივილურ დასავლეთთან ვაჭრობა ჰქონდეს. მე ეგეც აღარ დაიჭირდებათ რაღაც პერიოდის მერე და მაგასაც იზამენ, მაგრამ ჯერჯერობით აი ზღვარზე გადიან, რომ ვცდილობენ რომ ფინანსური იზოლაცია არ ავიკიდოთ, რომ ჩერეზ ჩვენ სარგებელი ნახონ მათ. სარგებელი ნავთობი ხო შემოაყრიგენ, რაღაცა დაარქვეს ნავთობ ქარხანა ავაშენოთ, რეალურად არაფერი არ არის იქ და მე რუსული ნავთობი გადის როგორც ქართული ნავთობი. ამიტომ ჩვენ გვაქვს ქართული ნავთობი. საბოლოო ჯამში ეგ არის და მაგას აკეთებენ ახლა. და ნახეთ რომ ერთ წელიწადში სადღაც 2000-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქეებმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობას და ანუ ტენდენცია სურათი იცვლება. ნახეთ, რუსეთის მოქალაქეები იღებენ საქართველოს მოქალაქეობას, ორმაგი მოქალაქეები ხდებიან, მაგრამ დასავლეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კარგავენ კონსტიტუციურ უფლებას, ხმის უფლებას კარგავენ. ჯამში მაგიტო ხსნი ხოლმე ყოველთვის მაგას რომ ანუ ეგ ყველაფერი აი ჩვენ ხო ვიცით როგორ დავკარგეთ აფხაზეთს. ჩვენ ხო გვაქვს ყირიმის მაგალითი. დრესტისპირეთი მოლდოვაში გვაქვს მაგალითი, როგორ იქცევა ხოლმე რუსეთი. რომ ანუ ჯერ აკეთებს იმას, რომ რაღაცა მინიმალური დოზით მაინც იქ იმ კონკრეტულ კონცენტრაცია მოახდინოს მათი მოქალაქეების, ხო? აფხაზეთის ომი ხო მაგ საბაბით დაიწყო, მაგას იძახდა, ხო? ანუ ბავშვი იყო, მაგრამ ახსოვს რომ აი იქ რუსების უფლებები ირღვევა და მე უნდა დავიცვო. ყირიმიც ეგრე წაიღო. საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება ეხლა ამას ვერ ვიაზრებდეთ, მაგრამ ღმერთმა და ვიფაროს იმედია რომ ესე არ მოხდეს, მაგრამ 15-20 წლის მერე მაშინდელი პუტინი იმედია ეს ცოცხალი მაინც აღარ იქნება, მაშინდელი პუტინი გამოვა და იტყვის რომ იქ გრუზიაში მცხოვრები ქართველების უფლებებს არღვევს სააკაშვილი, ვინც იქნება მაშინ სააკაშვილი და მაგის უფლებების გამო მე უნდა დავიპყრო საქართველოს. ესე იქნება აღარც დაჭირდეს დაპყრობა თუ ამ ტიპის პოლიტიკა გავრცელდება. საბოლოო ჯამში ეგ არ არის, აი ცივილურ სამყაროში დე ფაქტო ანუ რუსეთი მაგას არ დახდება, არა. შეიძლება არც დაჭირდეს ხო. მაგას არ დახდება, არა. ცივილურ ქვეყნებს აქვს აი მოგწონს თუ არ მოგწონს ამას ეძახიან გავლენის სფეროებს და სიტყვაზე რაღაცა გავლენის სფეროები, რაღაც თანამშრომლობები, რაღაცა სტრატეგიული პარტნიორობები ყველას აქვს ყველა ქვეყანასთან და მაგალითისთვის რა ვიცი ხშირად მომყავს ხოლმე ეს მაგალითი რომ ყველა მიცის რომ რაღაცა ისრაელი და ამერიკა არიან რაღაცა თითქმის ერთ სახელმწიფოსავეთ ყველა ფერში თანამშრომლობენ თავდაცვაშიც იმაშიც ამაშიც, მაგრამ ამერიკა იქ არ ჩასულა და რაღაცა ეს ჩემი და გახდეს და ამას ამერიკა და დავარქვა არ უთქვამს. რუსეთს ეგ არა აქვს, ანუ რუსეთს არ შეუძლია ყავდეს პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი, რაღაცა არა, რუსეთმა უნდა ანუ მისი სახელი უნდა ერქვას. ის უნდა იყოს ობლასტი, გრუზინსკი ობლასტი. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩვენ ამდენიც არ უნდა ვემორჩილოთ. მაგის მაგალითად უკრაინა, კაცო, კარგად იცით სახელი დამამწა ამისინა პრეზიდენტმა ზელენსკის წინა. რა ვიცი, რუსულ ბაზებს გაუხანგრძლივა უკრაინაში არსებული ისა ნატოზე უარი თქვა, ევროკავშირზე უარი თქვა და საბოლოო ჯამში მეიდანი რეალურად მოხდა, იმიტომ რომ უვიზოს როცა სავარშობდა უკრაინა, რუსებმა უთხრეს არა, უკრაინას ევროკავშირი უვიზოზეც უარი უნდა თქვა და მე მიხვდენ რომ ანუ თუმცა ჩვენ მოგწეს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ახლა რეალურად კარგავთ ამ ყველაფერს. რუსებმა კი დაგვაკარგინებენ, მაგრამ ვაკარგინებენ რეალურად. რაც რუსეთის ინტერესებში შედის, რუსეთი არასდროს არ დათანხმდება იმას, რომ იარსებოს ქვეყანა სახელმწიფო
თუნდაც მის დაქვემდებარებაში მყოფი მთავრობის ხარჯზე, იმიტომ იმან ხო იცის რომ ქართველებს საბოლოო ჯამში არასდროს არ მოეწონება რუსეთის ქართული εθნოს პოლიტიკა მე მგონი აშკარა ნათელი გასაგები გახდა, ხო, რა მიზნებს ემსახურება, თუ კი აქამდე რაღაც კითხვის ნიშნები არსებობდა, ფაქტობრივად გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა თქვეს რომ ოფიციალურად აჩერებენ, ყველასთვის გასაგები გახდა, რომ ოცნებას არ აინტერესებს ევროინტეგრაცია, ხო? მოქალაქეები მთელი წელია, ანუ აპროტესტებენ, ქუჩაში გამოდიან და ემიგრანტებს თუ ხმა წაართვეს, აქ მყოფ მოქალაქეებს აი გადაადგილებას უზღუდავენ. აი ქუჩაში ტროტუარზე გავლისთვის შეიძლება დაგაკავონ, დაგიჭირონ. როგორ უნდა გადარჩეს ამ ქვეყნის მომავალი? აი თქვენც გახართ ხო ფაქტობრივად ყოველ დღე და აფიქსირებთ ღიად თქვენ ხმამაღალ პოზიციას. როგორ გადარჩეს საქართველოს მომავალი? ისევ მოქალაქეებზეა ეს დამოკიდებული, როგორ უყურებთ ამ საკითხს, თუნდაც ამ 1 წლის შემდეგ, რა ამდენი კრიზისების გამოვლის შემდეგ? სადღაც 2021 წელი იყო, მე მგონი, ეთერებშიც ვიძახდი და მაგის მერე სულ ვიძახი, რომ 100% ვარ დარწმუნებული, რომ არასოდეს ბიძინა ივანიშვილი არ დაწერს არც ერთ იმ დოკუმენტს, რომელიც დოკუმენტში იტყვის, რომ მან ხელისუფლება დაკარგა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ბიზნეს ძალიანაც რომ უნდოდეს, რუსები არ მისცემენ ამის უფლებას, იმიტომ რომ ესეთი სისტემა არის რუსული. ამით ხო არ ვცდილობ რომ გავამართლოთ ივანიშვილის პოლიტიკა. არ ვამართლებ, ანუ საბოლოო ჯამში იმას უნდა თუ არ უნდა, სამშობლოს მოღალატეა ასეც და ისეც. ანუ მოღალატეს არაფერი არ ამართლებს. ანუ ბიზნეს მერკანტილური ინტერესი შეიძლება ეგრე არ იყოს, იმიტომ რომ ადამიანმა რეალურად ფული დაკარგა ამ ამბავში და შეიძლება სულ არ უნდოდეს, მაგრამ მოღალატეა. ესეა თუ ისეა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამავე არის ეს, რომ რუსები ჩვენ არ დაგვთმობენ, თუ კი ჩვენ ძალით არ წავართვამთ ჩვენ სახელმწიფოს რუსებს. ძალით, ანუ რუსებს ესმით ძალის ენა არ არსებობს დედამიწაზე არც ერთი სხვა ენა, რომელიც რუსებს ესმოდათ, რა ვიცი. რომ ცნობილი ის გამონათქვამია დამავიწყდა, რომ რუსეთთან მიერ მოწელი ხელშეკრულებას ისპასია. რა თქმა უნდა. ხო, ამიტომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები რაც მალე გამოვიხიზლებთ და რაც მალე აჩვენებთ ძალას, რომ არ გვინდა რუსეთი მინიმუმ ისე როგორც მას წარმოუდგენია საქართველო, მით უკეთესი სხვა მე არ მჯერა, რომ ჩვენ რამე შემისი გვაქვს. ეს ძალა რა არის? აი აქ ღია დგომა, პროტესტი, ხმამაღლად საუბარი ამაზე? თუ სხვა რამე იგულისხმება კიდე ამ ძალაში? მაგალითად იდეალური იქნებოდა ჩემი აზრით, აი გაფიცვა, აი მაგალითად ყველა ქართული კომპანია ვინც ამ ქვეყანაში ფუნქციონირებს, რომელსაც საბოლოო ჯამში ყველა ვარიანტში მოუწევთ რომ გაკოტრდნენ 100%-ით ვიცი, იმიტომ რომ ნებისმიერ აი აგერ მაკდონალდსი რო არის, ეს არის დასავლური მაკდონალდსი. როდესაც ჩვენ რუსეთი ოფიციალურად დახვდებით, რუსეთში არ არის მაკდონალდსი, კოსნაია ტუჩკა. აი ეს რუსული მაკდონალდსი ექნებათ. ჭალებში მაკდონალდსი. ექნება, ვერ, საქმის მაგაში, იმიტომ რომ აქ რომ აი ნახეთ თქვენ ახლა იღებთ აიფონებს. რუსეთში არ იმუშავებს აიფონი. და საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც დავიძირებს. ამ ხალხს მაინც მოუწევს რომ გაკოტროთ. ხო. ჩემთვის ჩემი იდეალური იქნებოდა, რომ ჩვენ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, ბიზნესებს, არაბიზნესებს გამოგვეცხადებინა პროტესტი და არ გადაგვეხადა გადასახადები. თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოების აზრი ვერ მომწიფდა აქამდე, ხო? იყო წინა თვეებშიც ამაზე საუბარი, მაგრამ ვერ მწიფდება, ესევ იმიტომ, რომ ძიმე ეკონომიკური პირობების გამო ადამიანებს არ მიდიან ამ რისკზე, თუ არ ვიცი როგორ შეიძლება შევაფასოთ ეს ნაბიჯი. ჩემი აზრით პროპაგანდის. ანუ რაც ჩვენ მაგალითად ახლა როგორც მე ვუყურებ სიტუაციას და როგორც თქვენ უყურებთ სიტუაციას, როგორი ტრაგიკულადაც მე და თქვენ აღვიქვამთ. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ესე ტრაგიკულად არ არის. ესეც უნდა ვაღიაროთ. მაგრამ ხომ აღიქვამენ გადასახადებს ტრაგიკულად. აი მაგალითად დენს უძვირებენ ახლა ზამთარში. და თვითონაც აღიარებენ, რომ ძიმე ცხოვრება უწევთ ამ ქვეყანაში და რა იქნება ამაზე უფრო მძიმე მაშინ მათთვის, რომ აღიარონ ეს საჭიროება. ვერ აღიარებენ მაგაში ასე, რომ თუ ამ ქვეყანაში რაიმე გამართული მუშაობს პროპაგანდა. ეხლა თქვენ რო გადართოთ იმედზე არ ვიყურებ არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ იქ იმედზე ამბობენ, რომ ani დეც კი არ აძვირებენ, ეს მოიგონეს ნაცებმა
ფორმულამ, TV პირველმა და ხო ამას უყურებს რაღაცა ნაზიდეი და იმიტომ რომ შუაში სერიალი გადეს და სერიალის დროს ქრონიკაც დასჭა. მაგრამ საკუთარ ჯიბეზე ხო იგრძნობს რამდენიმე თვეში ამ გადასახადს. გადასახადს. ყველაზე რთული ამბავი რომ იგრძნოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ნელა მოდის, ბაყაყის მოხარშვის ეფექტი ხდება, მაგრამ ეთპირა კი არ ღარიბდება ეს ადამიანი. ანუ მეც კი ნელა ვგრძნობ, რა ვიცი, ადრე მარკეტში შევდივარ ასლარად ორი დიდი პარკი გამომქონდა, ეხლა რომ შევდივარ ასლარად, ვერ გამომაქნა, მივხვდი რომ რაღაცა ხდება. თორე ეგრევე მეც არ მიგრძნობ. ვერ გრძნობენ ადამიანები მაგას სამწუხაროდ და პროპაგანდა აჯერებს, მათ შორის იმას, რომ რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ აი არ მინახია ჯერმანა, ყველა ვარიანტი იქნებიან ვიღაცები, ვინც ამ დენის გადასახადის გაზეთს ისე აპროებენო, ან აკაცუკებს ბოდიში ამ სტუტუშა შეგვეტენება, ან ნაცებს, ან ფორმულას. პროპაგანდა რომ მუშაობს, ცხადია, ხედავთ მის გავლენებსაც, მაგრამ საზოგადოების რაღაც ნაწილი, დიდი ნაწილი საკმაოდ, მაინც ხვდება რა არის რეალობა, ხო? და არის ან წყობილი კრიტიკულად. ანუ აქ თქვენ ხო ახსოვთ რომ აქ 7-8,000 ადამიანი დადიოდა, ახლა ვინც დადიოდა, თქვენ მეგობრები ცხოვრობენ და ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. მაგათ დიდ ნაწილს ვეკითხო. არიან ვიღაცები, ვისთანაც ინდივიდუალურად იმუშავა ქართულმა ოცნებამ და ვიღაცას რაღაცა მეგობარი დაუსაქმა, ვიღაცას რაღაცა პირობითი გიშაჭილი გაუაქმნა, ვიღაცას ეს ბილეთი მისცა და ესე ინდივიდუალურად მოისყიდა ვიღაცები, მაგრამ ვიღაცებს ეშინიათ, რომ უყურებენ ტელევიზორში, რომ რა ვიცი, ზურა დაიჭირეს, ჯაფარიძე რაღაცა ის დაიჭირეს, ეს დაიჭირეს. ეშინია იმასაც რომ მეც დამიჭერემ, შიშმა იმუშავა, პროპაგანდამ იმუშავა. ანუ ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ მას ურჩევნია იცხოვროს პუტინის სახელმწიფოში, პუტინის რუსეთში, რეჟიმში, სიღარიბეში, იქნებ სხვა რამეა. შენ და მე გველოდება, რომ იქნებ ჩვენ პუტინი მოიცილოთ და მერე მან ხო ეგრე. მე მგონი ეს უფროა, რომ სხვისი ხელით უნდა პრობლემის მოგვარება და არა ის რომ რუსეთი ამის არჩევა. და ამაზე მეჩხუბებიან, ანუ მე 2019 წლამდე ცხოვრობდი ჩვეულებრივ რიგით მოქალაქესავით. სულ ახლაც არ მინდა რომ ვიყო პოლიტიკოსი, მეზიზღება პოლიტიკოს რომ ეძახიან მართლა. სხვა პროფესიები მაქვს, თეოლოგი ვარ, ბიზნესმენი ვარ და რაღაც სხვა რაღაცები კეთება მინდა. სულ არ მინდა აქტივობა, მართლა არ მინდა, დედასმიცა არ არის. მაგრამ სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე რა ვქნა. რაღაცების კეთება და მე ხვა პოლიტიკოსი. ხო და ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცი, ვინც ჩემთან ერთად იყო და ჩემნაირად ჩემს საქმეს აკეთებდა და ის ახლა იცი რა როგორ უყურებს ამ ამბავს რომ რახან მე ვარ პოლიტიკოსი. მე ვარ ვალდებული რომ ბიძინა გადავაგდო და მე მანაც კარგად იცხოვს. ოღონდ მე რომ ეს პოლიტიკოსი არ მერქვას. მე და ის ერთად ვიჯდებოდით. ანუ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს ამ ქვეყანაში. ესე უყურებს ეს ანუ ხო ხსმენია თქვენს რა პოლიტიკოსები სად არიან? პოლიტიკოსები რა შვებიან? მაგალითად მე რომ დღეს ჩამოვედი და აქციაზე მოვიდოდი, ეზოში დამხვდა ჩემი მეზობლები, რომელმაც მკითხეს რომ აი როდის მოვიცილებ ბიძინას და რამე თუ ეშველება ამ მართლა ასე იყო. და მათ შორის ორი მაგათ 2025 წლის 24 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც კი წავიდა და ოცნება შემოხაზა. ორმა მართლა? კი, თან არც დაუმალავთ, იმიტომ რომ მოვიდნენ, ერთმა მითხრა რომ მაშინ რატომ ელოდებიან ივანიშვილის ხელისუფლების წასვლას? იმან შემოხაზა რომ ცოლი ყავს სადღაც დასაქმებული და რო არ შემოეხაზა და მოაგდებდნენ, ოღონდ არ მოწონს ქვეყანა, იცის რომ ცუდი ქვეყანაა, მაგრამ რა ქნას. ის ელოდება რომ მე რაღაცა გმირობას ჩავიდენ, აი რა ვიცი, რაღაცა ისეთ ვიზამრო ბიზნესს გადავაგდებ და მე ის ცხოვრობს კარგ ქვეყანაში. იმიტომ რომ იმას გონია რომ მე უფრო მეტი ვალდებული მაქვს რაღაცა სამემკვიდრეოდ მე ერგო თუ არ ვიცი რომ რა აი მე უნდა ისაუბრა რაღაცა ვქნა ისეთი რომ ბიძინა მოვიშორო იმიტომ რომ არ უნდა არავის მე ეს დავინახე მათ შორის ბევრგან ანუ აი აქციაზე აი მაგალითად ყველაზე მკაფიოდ იცი სად ჩანდა ვეთანხმები არ ვეთანხმები მაგას არ ვამბობ 4 ოქტომბერს ჩანდა ყველაზე მკაფიოდ ბევრი ხალხი იყო ძალიან ბევრი მართლა ძალიან ბევრი და რო გამოაცხადეს რომ პრეზიდენტის სასახლესთან მიდივართო რომ მოვტრიალდი გუსტავიდან არ გაქანებულა არბათ 99%. ხო, ნუ გასაგებია ალბათ ადამიანებს სხვადასხვა მაინც შეხედულება აქვთ მაინც ბრძოლის ფორმებთან და შესაძლოა ეს იყო ამის მიზეზი. ზესუმზირის ჭამა, როცა თორობის გადაგდება გინდა რუსთაველზე დადგომა ზესუმზირის ჭამა სულ არ მგონია ბრძოლის ფორმა, მართლა არ მგონია. შეიძლება სხვა რაღაცა ქნა, მაგრამ რავი, ანუ არ არის ეს ბრძოლის ფორმა. არ უნდათ ადამიანებს ვერც მოთხოვ, ალბათ, ანუ არ უნდათ ადამიანებს მათ ყავზე იგრძნონ ზიანი. და სამწუხაროდ არის ისე რომ ყველა ვარიანტში იგრძნოდნენ ზუსტად ვარ დარწმუნებული 100%-ით ვარ დარწმუნებული და მათ შორის გააკვირდით ბოლო პერიოდში მიმდინარე ამბებსაც
კი გრძნობენ, ანუ გრძნობენ უშინ წინ თქვენ მედიაში თუ მეორეში არ ვიცი, ბარცხანაში სახლების სიუჟეტი. დიახ, რა თქმა უნდა, პროტესტი ჰქონდათ, რომ გაუმართავი სახლები ჩააბარეს. ხაზე თუ ხო იგძნეს. დიახ. მაგრამ ალბათ ვერ მივახდინეთ ამ ხალხს, რომ ეს დაგემართებათ. ეხლაც ვერ ვახდინეთ, მაგრამ მე რო ლაპარაკობ ეცნება სავარაუდოდ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდი, იმიტომ რომ მე ისედაც ამ მდგომარეობაში ვარ, ამაზე ქონდა საღამო წავიდა 2018-ის მერე რეპრესიაში ვცხოვრობ სულ და შეგვებული ვარ. ისინი ვერ შეგვებიან მაგას თორე. მე ამას მეტი არაფერი არ დავამართება, რა ვიცი, მაქსიმუმ მომკლავ. მადლობა თემურ. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება. მეგობრებო, მოგესალმებით, ბათუმელების შართვაში ხართ. თუ გაგვიზიარებთ თქვენ შეხედულებას, აი დენის გაძვირებას აპირებს ქართული ოცნება და როგორ ფიქრობთ? ამაზე რომ მითხრათ, მოკლედ თქვენი შეხედულება, რომ აი ეკონომიკა იზრდებაო, სულ ამბობს ქართული ოცნება, ხო? ეხლა აძვირებენ დენს ზამთარში და რა ვიცი, მაშინ როცა სკოლაში ვერ გამოინახა მაგალითად ბავშვების კვების თანხა, მაშინ როცა ვთქვათ რაღაცა დასაქმების პროგრამები აღარ მუშაობს, გაუქმდა. კონცერტისთვის გამონახებს მხოლოდ 9 მილიონი ლარი, რომელიც უნდა გამართონ საახალწლოდ, თუმცა ქალაქების ცხოვრების პირობები არ მგონია რომ უმჯობესდებოდეს, რასაც ვისმენთ და თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, რომ მე უყურებ, რომ ჩვენ იმდენად მიგვაჩვიეს ყველაფერს, რომ ამასაც ავიტანთ და დაველოდებით კიდე უფრო ცუდი რამე როდის მოხდება, რომ იქნებ მერე მაინც გამოვხიზდეთ. არ ვიცი, იმედ გადაწურული ვარ. ანუ რა გიჩვენთ განცდას, რომ მიეჩვია ხალხი რეპრესიებსაც, ჩაგვრასაც, სიღარიბესაც? კი, ეგრე გამოდის. ანუ ყოველდღე უარეს და უარეს კანონებს იღებენ. როგორ ადამიანს უფლებად თითქმის აღარ რჩება და ხალხს არა აქვს პროტესტი. ხალხი ფიქრობს, რომ ეს ჩვეულებრივი ალბათ რაღაც ნაწილზე საუბრობთ, თორე ხედავთ ხალხს, ვინც ქუჩაში დგას დღემდე, ხო? ჩვენ საფავად სადაც შეგვიძლია ვაკეთებთ, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილზე მაქვს საუბარი, ვინც მიეჩვია ამ ყველაფერს, ვისთვისაც გაცარგინად ცუდი მოხდეს, ჩვეულებრივად ანუ მიმღებლობა გაჩნდა რა, ჩემი აზრით. ეს დიდი პრობლემაა და ვფიქრობ, რომ ბევრი წლები დაგჭირდება, რომ ამ პრობლემას თავი დავახციოთ რა და შუქის გაძვირებას რაც შეეხება, იმდენი რაღაც გაძვირება ავიტანეთ და არანაირი პროტესტი არ ქონია, ეს ჩვეულებრივად გადავიხდით და აგრძელდება რა. ანუ არაფერი არ ველოდები, რომ რა უნდა შეაჩეროს მაშინ ამ ქვეყნის რუსიფიკაცია, რომელსაც აქტიურად აწარმოებს ფაქტობრივად ოცნების ხელისუფლება, ხო? შეუჩერებელ რეჟიმში, იმიტომ რომ კანონზე რეპრესიული კანონები ერთმანეთის მიყოლებით, ამას პლუს სიდუხჭირე, სოციალური უსამართლობაც. ალბათ იქნება მომენტი, როცა ყველა ერთად უნდა გავიღვიძოთ, ანუ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც არაფერს აპროტესტებს, ისევ ჩვენ ყველა ერთი ვართ მოკლედ და ყველა ერთად უნდა გამოვხიზდეთ და ეგ მომენტი იქნება ალბათ, როდის იქნება არ ვიცი უბრალოდ რა, მაგრამ აუცილებლად ეგ იქნება, რომ საზოგადოება უნდა შეიკრას ერთმანეთად და ყველა ერთად უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ყველას გვეხება ჩვენი ყველას პრობლემაა, თუნდაც ეგ რო შუქიზდება, თუნდაც ის რო უფლებებს ვართმევენ, თუნდაც ის რო არ გვინდა ევროპა და გვინდა მეტი როგორ უნდა რა, ევროპა არ გვინდა და აქ ცხოვრობ, სადაც ცხოვრობ, ესე იგი გვინდა რუსეთი. აი ამას რო ყველა დავათვალისწინებთ, ვფიქრობ, რომ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოვიყვანეთ, ისე გავისტუმროთ. დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები. ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოვერთით, თქვენ ალბათ უსმენდით ამ მოქალაქეების მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე მინდა გითხრათ, რომ როგორც ყოველთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვართ და საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე კანონის დონეზე შეუზღუდა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში ხმის მიცემის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომ არჩევნებზე უცხოეთის არც ერთ ქალაქში, არც ერთ ქვეყანაში აღარ გაიხსნება საარჩევნო უბნები და ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვეღარ გამოხატავენ თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას, ვეღარ მისცემენ ხმას, ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს
უთხრა რომ ისინი არიან არასრულფასოვანი მოქალაქეები და მათ არ აქვთ უფლება რომ კონდეთ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება, რაც ბუნებრივი არის ანტიკონსტიტუციური, არასამართლიანი და ვფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ემიგრანტების გასცემენ ალბათ პასუხს, როგორც ამბობდნენ ჩვენთან საუბარში, ასევე სხვადასხვა მედიებთან საუბარში. ასევე სოციალური კუთხით არის ცვლილებები, დაანონსებული არის ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება, ჯერ არ არის ზუსტი ტარიფი ცნობილი, თუმცა ფაქტია, რომ ამ ზამთარს მოსახლეობას ელექტროენერგია გაუძვირდება. ასევე თქვენთვის ცნობილია ის, რომ ფაქტობრივად ერთი წელია საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი აპროტესტებს ქართული ოცნების რეპრესიულ პოლიტიკას, იმ რეპრესიულ კანონებს, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში მიიღო ოცნების ხელისუფლებამ და აპროტესტებს იმას, რომ შესაძლოა ამ პრორუსული პოლიტიკის შედეგად და ანტიდასავლური რიტორიკისა და პოლიტიკის შედეგად საქართველომ დაკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია და დაკარგოს ყველა ის სიკეთე, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციით მიიღო საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა. მე დაგემშვიდობებით ახლა ამ დროისთვის და კვლავ დაგიბრუნდებით ტრადიციულად 19 საათზე და მოგასმენინებთ როგორც მოქალაქეების მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე შევეცდებით, რომ დღის განმავლობაში მიმდინარე მთავარ ამბებთან დაკავშირებით მოგასმენინოთ როგორც ჩვენი მოსაზრებები, ასევე მოქალაქეების მოსაზრებები და მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის, გემშვიდობებით, ხვალამდე.